სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისათვის. ყველას მოგილოცავთ ყოველთა წმინდათა საქართველოში წამებულთა ხსენებას. საქართველოში უამრავი ადამიანი ეწამა ქრისტეს სიყვარულისთვის. და შეიგი რამდენადაც დიდია სიყვარული, იმდენად დიდია თავგანწირვის სურვილიც. იმდენად დიდია ღვაწლის სურვილი. აი ადამიანის მიმართებაშიც ხო ესეა. აი მაგალითად ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, ხლა თუ ადამიანი გიყვარს სიტყვაზე ფეხიც რო დაგიდოს შემთხვევით რა თქმა უნდა და რო წაგაქციოს შეიძლება არაფერი არ თქვა, რომ დაგეჯახოს და რაღაცა გატკინოს შეიძლება არაფერი არ თქვა, მაგრამ თუ ადამიანი არ გიყვარს შეიძლება პატარა თითი დაგადოს და იმაზე აფეთქდე და თქვა რომ აი ესეთი რაღაცა როგორ გამაკადრა და გამიკეთა. რაც უფრო გიყვარს, უფრო პატიო. რაც უფრო გიყვარს, უფრო ირჯები მისთვის. და აი ამ სიყვარულის გამოხატველია ხოლმე ის ჩვენი ქმედება, რასაც ამა თუ იმ ადამიანის მიმართ გამოხატავთ. რაც უფრო მეტად გვიყვარს, მით უფრო მეტ დროს დაუთმობთ, მით უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობთ, მით უფრო მეტ ენერგიას დაუთმობთ იმ ადამიანს, ვინც ჩვენ გვიყვარს და რამდენადაც გვიყვარს, იმდენად ვეცდებით, რომ მისთვის საუკეთესო გავიღოთ. და ღვთის მიმართაც ასეა, ესე იგი, რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს ღმერთი, მით უფრო მეტს გაიღებს მისთვის. და გაიღებს საუკეთესოს, ესე იგი, საუკეთესო დროს შეწირავს უფალს, საუკეთესო ენერგიას თუ ჯანმრთელობას, აი ფიქრებს, რომ ღვთის სამსახურში ჩააყენოს თავისი თავი. და აი ამ მოწამეებმა საქართველოში წამებულებმა და არა მარტო საქართველოში თავისთავად იმდენად შეიყვარეს ღმერთი, რომ თავისი სიცოცხლეც კი გაწირეს მისთვის. თავისი აი ამ ხორციელი ბიოლოგიური სიცოცხლე გაწირეს ღვთის სიყვარულისთვის. აი იმდენად შეიყვარეს ღმერთი. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ აი ამ მსხვერპლში ჩანს თუ რამდენად უყვარს ადამიანს ღმერთი. აბელმა და კაინმა რომ მსხვერპლი შეწირეს, ხომ გახსოვთ, ესე იგი ღმერთმა აბელისა შეიწირა. რატომ? იმიტომ რომ ეწერა რომ აბელმა ნათავარი შეწირა, ანუ საუკეთესო შეწირა. სხვა. კაინმა არ შეწირა საუკეთესო. აი ზოგჯერ ჩვენ ალბათ ჩვენი თავით შეგვიმჩნევია იმაში, რომ სხვისთვის იმეტებ არა იმას შენ რომ გეძვირფასება, არამედ იმას, რასაც არც მოისაკლისებდი სიტყვაზე. ხო, აი რაც რის გარეშეც ისედაც იოლად იქნებოდი. მაგრამ თუ ადამიანს უყვარს, მაშინ იმას შეწირავს სხვას, იმას მიუძღვნის სხვას, რაც მასაც რომ სჭირდება. მაგრამ სიყვარულიც ხო ეგ არის, მოექცე მოყვარს ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცეს და აიღო და საუკეთესო შეწირო. აი, სიცოცხლეზე საუკეთესო ადამიანს არაფერი არ აქვს და იმდენად შეიყვარეს ამ ადამიანებმა ღმერთი, რომ აი ამ მოწამეობაზე მიდიან. მაგრამ მოდი მეორე მხრიდანაც ვთქვათ, ესე იგი, ღმერთი, რომელმაც ადამიანის ყველანაირი შესაძლებლობები იცის და თავად ანიჭებს ადამიანს ძალას, რატომ გაიყვანდა იმ გამოცდაზე, რომელსაც ის ვერ ჩააბარებდა. ესმით რას ვამბობ? ეტყობა ის თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში იმ მცირეში ერთგული იყო და მოწამეობაზე გაიყვანა. ახლა ადამიანი ეს უმაღლესი რამეა მოწამეობა და ახლა სიტყვაზე თუ ადამიანს ლოცა ეზარება, მარხვის მაგივრად რაღაცა შვება განცხრომაზე ფიქრობს და ასე შემდეგ რო აღარ გავაგრძელოთ. ესეთ ადამიანს უფალი აი ამ ხელა დიდ ასპარეზზე გაიყვანს, რომ მოწამეობაზე გაიყვანს. ეტყობა ისინი იმ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც ჩვენ არ ვიცით და არ ჩანს, ეტყობა იქაც ესეთი ერთგულები იყვნენ. მაგრამ უფალმა მათი მოწამეობით კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა მათი სულის სიდიადი. და
ამ მოწამეთა სულისკვეთება ასეთი იყო, რომ ესე იგი სიცოცხლე ქრისტეს გარეშე ეს არის სიკვდილი და სიცოცხლე და სიკვდილი ქრისტეს გულისთვის ეს არის მარადიული სიცოცხლე და აი ეს აზრი და ეს ფიქრი და ეს სულისკვეთება მათ ძალას აძლევდა რომ ქრისტესთვის შეწირულიყვნენ იმიტომ რომ მათი ცოდნა რომ სიცოცხლე არ თავდება სიკვდილით სიცოცხლე არ თავდება არამედ ესე იგი სიცოცხლე გრძელდება მარადიულად გრძელდება სიკვდილით ოღონდ გააჩნია როგორი სიკვდილით ყველა მოკვდება მაგრამ ვინც ქრისტესთვის მოკვდა მათ მარადიული სიხარული ელოდებათ ესე იგი ვინც შეძლო და მოახერხა ესე იგი ამიტომაც ქართველ კაცს ასეთი ჯობს სიცოცხლისა ნაძრახსა სიკვდილის სახელოვანი თუნდაც აი ერთ დღეს 100,000 მოწამე შეეწირა იქ 6,000 გარეჯელი ბერი იქ ქავთახებში მოწყვეტილნი ქრისტეს გულისათვის იქ ფერეიდანში თუ იქ აჭარაში თუ უამრავი ესე იგი ეს მასშტაბურად რაც ხდებოდა აღარაფერს ვამბობ იმაზე ეს ინდივიდუალურად ვთქვათ ესე იგი რომ ადამიანს ეს არ არსებობს ალბათ ჩვენს ისტორიაში საუკუნე სადაც ვიღაცა არ ეწამებოდა ქრისტეს გულისთვის ხან მის შემოგვესეოდა და ხან უდან ეშმაკი კიდე ყველაზე მეტად იმას ცდილობდა რომ ადამიანს თავისი რწმენა დაეთმო ის მონღოლი იყო თუ სპარსი იყო თუ არაბი იყო თუ ნებისმიერი ყველა იმას ცდილობდა რომ შენ რწმენა დაგეკარგა შენ ყველაფერი დაგეკარგა ის რაც ღმერთთან დაგაკავშირებდა და მაგრამ საქართველოს აი როგორც ესე იგი წმინდა სიდონიას ტროპარშია ნათქვამი ერთხელ მიიღო რა ქრისტეს რჯული და გულში ჩაიკრა ისევე როგორც წმინდა სიდონიამ ქრისტეს კვართი არ განშორებია იმის შემდეგ არ განშორებია და იმის რწმენით ძალიან ბევრი ესე იგი გმირი არსებობს ძალიან ბევრი მოწამე არსებობს და მათი ხსენების დღე არის დღეს და იქ ჩამონათვალში ახლა თქვენ თუ კალენდარში ჩაიხედავთ ნახავთ რომ უამრავი სახელი წერია აი შეიძლება ითქვას ყველას ანგელოზის დღეა ყველას ფარველი წმინდანის დღეა ყველა სახელია იქ მოხსენიებული ვინც შეიძლება და მაშინ რქმეოდათ იმ წმინდა მოწამეებს ესე იგი შეგვეციოს მათი მეოხება ღვთის წინაშე ერთმა დაგვიცვას და მოგვანიწოს უფალმა მათი მეოხებით ძალა რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში აი სულისკვეთება გქონდეს რაც იმათ გქონდათ ჩვენ შეიძლება ესე მოწამეობაზე ხვალ არავინ არ გაგვიყვანოს მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ვდგებით თითოეული იმ არჩევანის წინაშე რომ ღვთის გულისთვის ამას გააკეთებ თუ არ გააკეთებ მოყვასის გულისთვის გააკეთებ თუ არ გააკეთებ და თუ დავაკვირდებით ჩვენი ქმედებიდან ჩანს ძალიან კარგად რამდენად გვიყვარს მოყვასი რამდენად გვიყვარს უფალი და ჩვენ სამწუხაროდ შეიძლება აღმოვაჩინოთ რომ არ გვიყვარს არ გვეთმობა რაღაცა მოყვასისთვის არ გვეთმობა რაღაცა უფლისათვის და მაგრამ ამან ჩვენ უნდა ესე იგი კი არ უნდა შეგვეშინოს არამედ ჩვენი რეალური სახე უნდა დაგვანახოს და ყველაფერს უნდა თავისი სახელი დავარქვათ რომ ჩვენ ახლა უსიყვარულოდ მოვეკეცთ ჩვენ ახლა ჩვენს თავზე ვიფიქრეთ ეგოისტურად ჩვენ რაღაცა დაგვენანა სხვისთვის კი არ ზოგჯერ ადამიანი თავის თავსაც ვერ გამოუტყდება ხოლმე რომ აი რაღაცა ესე იყო იმიტომ რომ იცის რომ ეს სამარცხვინოა მაგრამ რა უყოთ არსებობს ჩვენში ეს სამარცხვინო მიდრეკილებებიც და ქრისტიანობა კიდევ ნებებთან ბრძოლაა და ამისაგან უნდა გავთავისუფლდეთ ჩვენ ღმერთმა მშვიდობიანი დილა გაგიცემთ აბა ჩვენთანაც ღმერთი